გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ისევ თქვენთან ვარ მე და აკაკი გოგოლაძე. მოგესალმებით. და დღეს ვისაუბრებთ ახალმთვარობაზე, რომელიც გველოდება ნოემბერში, 20 ნოემბერს 10 საათზე და 45 წუთზე. უცნაური ახალმთვარობაა, მე ვიტყოდი, საკმაოდ უცნაური, რატო? იმიტომ რომ არის მორიელის 29 გრადუსი, თავისთავად ეს ფაქტი, რომ 29 გრადუსია, ბევრი ინფორმაციას გვაძლევს და არის შეერთებული ზუსტი შეერთება აქ ორბისის გარეშე პრაქტიკულად, ანუ მერკურისთან და ლილითთან. ეს ნიშნავს, რომ მერკურის და ლილითს ძალიან ძლიერი გავლენა ექნება ამ ახალმთვარობაზე. და შესაბამისად, დიდი ძალიან ზოგადი ფრაზებით რო ვთქვათ, ხო, ეს არის ინფორმაციული, ნახეთ, რაღაცა ინფორმაციის თემა, რომელიც არის ძალიან სიღრმისეული, თან სწორედ გამიკეთეს სიტყვა ინფორმაცია, ეს არ ნიშნავს, რომ მარტო გარედან მოსულ ინფორმაციაზე ლაპარაკი, არამედ შიგნიდან წამოსულ თემებზეც არის ლაპარაკი, რაღაცა ხდება სიღრმისეული ტრანსფორმაცია, მოდის რაღაცა ინფორმაციები, რომელიც არ ვიცით, ანუ უნდა გავხსნათ საიდუმლო, უნდა გავხსნათ ეს საიდუმლო, უნდა მოვიშოროთ 29 გრადუსია, რაღაცა სრულდება, უნდა მოვიშოროთ რაღაცა და ანუ უნდა შევხედოთ დავეჯახებით, მე ასე ვფიქრობ, ინფორმაციულად დავეჯახებით ჩვენ დამოკიდებულებებს, ფსიქოლოგიურ საიდუმლოებს, ხო, რაღაც ისეთ თემებს, რასაც გავრბუდით აქამდე, მოდი ასე ვთქვათ. დამატება. ეს იქნება მომავალი ერთი თვის თემა, ანუ შემდეგ ახალმთვარობამდე. აქ ხდება სერიოზული ფსიქოლოგიური დაძაბულობა, ძველი შაბლონების დაშლა, ძველი არაცნობიერი შიშების ამოტანა, რადგანაც აქ ჩვენ რეტრო მერკურიზე გვაქვს საუბარი, აქ ხდება ისეთი ინფორმაციების, ისეთი მოვლენების გააქტიურება, რაც ოდესღაც მოხდა და ისეთი საიდუმლოებების გახსნა, ისეთი დაფარული ინფორმაციების ზემოთ ამოტანა, რაც მანამდე არ იყო გახსნილი და მანამდე იყო დაფარული. მით უმეტეს თან ლილიტზე, რადგანაც არის შეერთება მერკურისთან ერთად, აქ ხდება ამ თვეში განსაკუთრებით ჩვენს არაცნობიერ შიშებთან, ჩვენს ჩრდილთან დაჯახება მარტივად რომ ვთქვათ, რას ვერ ვაცნობიერებდით აქამდე, ანუ რა არაცნობიერი შიშები გვქონდა, რისი გვეშინო და რისი გვრცხვენო და იმიტომ რომ ლილიტი ეს არის ჩვენი რაღაცა დამალული მხარე, აი დამალული ჩრდილი, რისიც შეიძლება გვრცხვენოდეს კიდევაც ესე სააშკაროზე გამოტანის მით უმეტეს მორიელში ხდება ეს ყველაფერი და ძალიან ღრმად და ინტენსიურად ხდება ამ ყველაფრის ერთიანად ამოტანა და გაცნობიერება. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ანუ შანსია დიდი ანგარიშით არის შანსი, მით უმეტეს რომ ნახეთ, აი ეს პრობლემები, რომელიც ჩვენ თვითონ გვაქვს, ჩვენ თავთან გვაქვს პრობლემები, ხო, ჩვენი შიშები, ჩვენი ფსიქოლოგიური საიდუმლოები, რომელიც აუცილებლად უნდა გაიხსნას. მით უმეტეს ეს ყველაფერი ხდება ზუსტ ოპოზიციაზე ურანთან, რომელიც არის კუროში. ეხლა ეს იმდენად საინტერესო ასპექტია, რომ რაზია ურანი კუროში? კურო არის ის, რაც ჩვენი პირადი ასეთი წესრიგსაც ვერ ვიტყოდი, კომფორტი, ჩვენი კომფორტის ზონა, ჩვენი პირადი, ჩვენი სტაბილურობა, რაც ჩვენ გონია, რომ ურყევია ჩვენ ცხოვრებაში, სტაბილურია. და უცებ მოულოდნელად ეს ოპოზიცია, აი ამ ახალმთვარობის ოპოზიცია ურანთან, ანუ ცოტა შოკის მომურელი სიტუაციები მოაქვს, ცოტა მოულოდნელი ცვლილებები მოაქვთ და იმისთვის რომ ჩვენ აი შევეჭიდოთ ზუსტად აი იმ თემას, რომელსაც გვთავაზობს ეს ახალმთვარობა, ანუ იქნება ძალიან მკვეთრი, ძალიან მოულოდნელი ცვლილებები თქვენი სტაბილურობის და წესრიგის, აი რაზეც ხართ შეჩვეული, აი ამ სფეროში და ნუ ეს რა თქმა უნდა რთული არავის არ მოწონს ასეთი ცვლილება, ხო, საკუთარ ცხოვრებაში. ხო, და ნუ ეხლა დავამატებ ერთ რამეს, რომ ზოგადად რადგანაც ეს თვის თემა
ანუ თვე დაიწყო ასე და ციკლი ასე მუშაობს, ხო? იქ ისახება. არ არის აუცილებელი, რომ კონკრეტულად ახალმთვარობაზე მოხდეს რაღაცა მოვლენები. ანუ იქ ჩაისახება აუცილებლად ახალმთვარობის მიდამოში მოვლენები, ანუ 20 რიცხვის მიდამოში ჩაისახება აუცილებლად, მაგრამ გამოაშკარავება მოხდება 2 კვირაში. სავსე მთვარობაზე, რადგანაც ეს თვის თემაა და ციკლი ასე მუშაობს. რაღაცა იდება, ხო, ჩაისახა რაღაცა და გამოაშკარავება მოხდა უკვე ოპოზიციაზე სავსე მთვარობაზე. კიდე რაზე შეიძლება ვისაუბროთ აქ-აქედან? რადგანაც აქ მორიელშია მით უმეტეს რეტრო მერკურიზე ეს ახალმთვარობა და აქ არის ციკლის დასაწყისი, ანუ მზე შეერთებულია მერკურისთან. აქ უნდა მოხდეს აუცილებლად გონებრივი ტრანსფორმაცია, მენტალურ დონეზე ტრანსფორმაცია. ანუ შესაძლებელია ეხლა დავეჯახოთ ისეთ სიტუაციებს, რომ ანუ ადრე რა აზრებიც გქონდა, რა ფიქრებიც გქონდა და ეს გვეგონა რომ იყო ჭეშმარიტება, იყო სიმართლე, იყო რეალობა, ხო, რა ურთიერთობებიც გქონდა, შეიძლება ეს იყოს სიცრუე თუნდაც, ანუ უნდა დავფიქრდეთ საკუთარ თავთან, ხო? რამდენად გულწრფელია ის კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, რომლებთანაც მაქვს, რამდენად სწორი ზრახვები მაქვს, იმიტომ რომ მორიელშია, რისთვის მჭირდება, ხო, რისთვის მჭირდება და ასე შემდეგ. აი მენტალურ დონეზე ტრანსფორმაციაც ხდება და ურთიერთობების საკითხებში შესაძლებელია ველოდოთ გარკვეული სახის ნგრევებს და გარკვეული სახის ცვლილებებს. აი რაზე დგას ჩვენი ურთიერთობა, იმიტომ რომ აქ რადგანაც ციკლის დასაწყისია რეტრო მერკურიზე, ხო, ჯერ რაღაც უნდა დასრულდეს. ძველი რაღაცები უნდა დამთავრდეს ამ პერიოდში, რომ 29 გრადუსიც მაგას გეუბნება. რომ მე ამ გაწმენდილ სიტუაციებს გარემოში ახალი რაღაცები დავიწყოთ შესაბამისად, ხო, ახალი ლაპარაკი არის, აქ ძირითადად ლაპარაკი არის, აქვს იმ ენერგო ცვლილებებზე, რომელიც გვაქვს ჩვენ ადამიანებთან სამყაროსთან, ნებისმიერ სფეროში. ანუ ეს ამ ურთიერთობებში კონკრეტულ და ზოგადად ჩვენი ცხოვრება ურთიერთობებისგან შედგება. ამ ურთიერთობებში ვინ დებს მეტ რესურსს, ვინ დებს ნაკლებ რესურსს, ეს ხო არ იწვევს დისბალანსს, ეს ხო არ იწვევს გაღიზიანებას. ეს ყველაზე პრიმიტიული თემა, რაც შეიძლება იყოს. აღარ ვიძახი უკვე რაღაც ღმა საიდუმლოებზე, ღმა ფსიქოლოგიურ პრობლემებს, მაგრამ ყველაზე პრიმიტიული რაც შეიძლება მოიტანოს ამ ახალმთვარობამ ურანის ოპოზიციაზე, ხო? ის რომ გვაჩვენებს, რომ სადღაც დისბალანსი გვაქვს. კონკრეტულად სად გვაქვს ეს დისბალანსი, მაგაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, უკვე სახლებზე რო გადავალთ, მაგრამ თვითონ ახალმთვარობა ხო მაგას გვაჩვენებს, რომ არის დისბალანსი, არის რაღაცა რითიც ვართ უკმაყოფილო, მაგრამ ეს ვერ ამოგვაქვს გარეთ, ვერ ვარქმევთ ამას სახელს, ამიტომ ეხლა დრო არის რაღაცა დავასრულოთ და ურანი კიდე დაგვეხმარება იმაში, რომ გამთავისუფლდეთ. მით უმეტეს, რომ დანარჩენი მთელი ასპექტაცია რუკის, ახალმთვარობის რუკის არის ძალიან ჰარმონიული. სულ ჰარმონიული ასპექტებია, ამიტომაც, ანუ რამდენადაც ეს შეიძლება წამოიღოს, ხო, არასასიამოვნო თემები, იმდენადაც გადაწყვეტის ინსტრუმენტებიც გვაქვს მოცემული ხელში, რომ გადავწყვიტოთ. მაგაზე ვილაპარაკოთ თუ გინდა რა, აი გადაწყვეტის გზებზე. იქ ტრინია იუპიტერთან, ტრინია ნეპტუნთან, იუპიტერთან, ტრინია, მას უნდა ჩავიხედავ ტრინია, ხო, სატურნთან, ნეპტუნთან, იუპიტერთან, სექსტილია პლუტონთან, აი ძალიან ბევრი კარგი ასპექტებია და ამიტომ ხო, ანუ გადაწყვეტის გზებიც ისეთი სტრესულიც აღარ იქნება. გადაწყვეტის გზები აქ არის. ხო? აი მაგალითად რა სიტყვაზე ტრინი იუპიტერთან კერჩხებში და სექსტილი პლუტონთან მერწყულში უკვე, ხო? ანუ აქ ემოციური დაცვაც არის, ანუ საშუალება, შანსები, რომ ანუ იპოვოს საკუთარ თავში ემოციური ძალა, ანუ საკუთარი თავი დაიცვა და ეს გახდება თავარი წყარო თქვენი ზრდის და ოპტიმიზმის და პლუტონის სექსტილი კიდე ელემენტარულ ძალას გვაძლევს. ტრანსფორმაციას გვაძლევს, ხო? ანუ აქ შეერთებების ფონზე ფონი თითქოს მძიმეა, რადგანაც ლილიტია, რეტროგრადული მერკურია, ძველი თემები აქტიურდება, ძველი ნეგატიური თემები ერთიანად გვაწვევა, მაგრამ აქ ტრინი იუპიტერთან და ტრინი სატურნთან შესაძლებლობებს გვაძლევს, რომ ეს პრობლემები, რაც წამოიწევა, შედარებით მარტივად გადავჭრათ და
მარტივად გადავწყვიტოთ, მით უმეტეს ტრინი ნეპტუნთან, ხო? ანუ მოქნილად მივუდგეთ, ფსიქოლოგიურ დონეზე დავამუშაოთ, გავუშვათ თან იუპიტერი მით უმეტეს კირჩხიბში, ანუ მთვარის ქვეშაა და ემოციურ დონეზე როგორც თქვით ეს დაცვას და მფარველობას გვაძლევს და ძალიან კარგი რეალიზაციის შესაძლებლობები გვექნება, იმიტომ რომ ახალმთვარობის ფონზე გვაქვს ორი აფრა, ხო? და ძალიან კარგი რეალიზაციის შესაძლებლობები გვექნება და კარგი სტარტი გვექნება, თუ დავამუშავებთ ამ მორიელის საკითხებს, ანუ ჩავუღრმავდებით იმას, რაც გასაშვები გვაქვს, დასამუშავებელი გვაქვს, ერთგვარი გაწმენდის პერიოდია მარტივად რომ ვთქვათ. ანუ ნახე, ურანის ოპოზიცია ყოველთვის ითხოვს, ნუ გეშინია წადი განთავისუფლდი გეუბნება. არაფერი არ მოხდება ისეთი, ხო? შენთვის დასანგრევი დაინგრევა მაინც. დასანგრევი მაინც დაინგრევა, ურანი მაგას გეუბნება. არ არსებობს ურანზე რამე თუ ინგრევა, ის დასანგრევია. ის ყველა შემთხვევაში უნდა იყოს დასანგრევი, ნახეთ და მორიელი ამ დროს ითხოვს სიღრმისეულობას, ანუ და ითხოვს სიმართლეს. მორიელი არის ნიშანი, რომელსაც უყვარს სიმართლე. და შესაბამისად, ხო, ლილიტი იქ და რეტრომერკური გეუბნება, რომ განთავისუფლდი ტყუილისგან, ელემენტარულად, ძალიან მარტივი ენით რო ვთქვათ, განთავისუფლდი ტყუილისგან. და შეიძლება ეს იყოს დისკომფორტული სიტუაცია, ხო, ის თემები, რასაც მოიტანს ეს, მაგრამ უნდა განთავისუფლდეთ ამისგან და ანუ რეალური ურანი გეუბნება, რომ რეალური სტაბილურობა არის თავისუფლება. ხო, ამას გეუბნება ის. ამიტომ ეს თვე აი 20-ის მერე შეიძლება გახდეს ასეთი კატარსისის თვე და თუ თქვენ არ დაემალებით სიმართლეს, აი რეალობას როგორც არის ეს რეალობა, მაშინ გამოხვალთ აქედან ახალი, უფრო მოდით ასე ვთქვათ, მყარი წესრიგით და შინაგანი ძალით. ხო, ამაზე პლუტონიც მეტყველებს, რომელიც ექსტელშია ახალმთვარობაზე და ანუ მე ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგი შანსია, ძალიან ძლიერი ახალმთვარობაა ეს. ძალიან ძლიერი ახალმთვარობა, მიუხედავად იმისა, რომ დაბნელება არ არის, მაგრამ ძალიან ძლიერი ახალმთვარობა, იმიტომ რომ არ დატოვა ცაზე ენერგია, რომელთანაც არ აქვს ასპექტი. პრაქტიკულად ყველაფერთან აქვს ასპექტი. ამიტომ მოიცავს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს ეს აბსოლუტურად. და აი ურანთან ოპოზიცია და სატურნთან ტრინიც, ანუ ეს ურანი სატურნი ხო წყვილია, ზუსტად მაგაზე მეტყველებს, რომ თუ გასაშვებს, გაუშვებ, დასანგრევს, დაანგრევ და ესე მორიელურად არ მოებღაუჭები სიტუაციას, შეგეძლება უკვე რომ აქ უფრო მყარი სტრუქტურირებული ურთიერთობები ააგო ამ პერიოდის მერე, იმიტომ რომ თან ციკლის დასაწყისია და თან სატურნის ტრინი გვაქვს. ხო, ბევრი ციკლის დასაწყისი გვაქვს, ხო, ახლა ეგერ ეს თვითონ მერკური მზის ციკლია, ნუ სატურნის ახლა დასაწყისი არ არის, მიდის ბოლოსკენ ეს ციკლი, მადლობა ღმერთს. ხო, ახალ ციკლს დაიწყებს, იქით აწევს, მაგრამ ნუ თემა არ სრულდება ერთი თვით, ნახეთ. ანუ ხო, ჩვენი ასე ხო არ არის, რომ ამ თვეში ეს თემა გვაქვს და აქ დასრულდა ეს თემა. ხო, ის გადავა იქით და მე სატურნი ხო, სხვა დონეზე იმუშავებს, სატურნი ნეპტუნი იქ ახალ ციკლს დაიწყებს მერე და იქ რაღაც ახალ შედეგებს მივიღებ და ასე შემდეგ. ხო, ტრანსფორმაციული წლის ბოლო გვაქვს მოკლედ. ძალიან ტრანსფორმაციული და მაგრამ მე ვთვლი, რომ ძალიან სასარგებლო, იმიტომ რომ საშუალებებიც არის. ცუდია, როდესაც რაღაცა ამოცანებს გვისახავს ისა სამყარო და ამ დროს ინსტრუმენტს მცირეს გაძლევს და აქ ძალიან ბევრი ინსტრუმენტები გვაქვს მოცემული იმისთვის, რომ გაბედულად წავიდეთ ამ ცვლილებებისკენ, სხვა გამოსავალიც არ არის. ხო. ხო და ნუ ყველა ადამიანს ეს ოპოზიცია ახალმთვარობის და ურანის მოხდება სხვადასხვა სახლებში და სხვადასხვა ღერძებზე და ამას უფრო დააზუსტებს თქვენ ახალმთვარობას, ხო, რა თემა მოაქვს და რას ითხოვს კონკრეტულად. და დააკვირდით კიდევ ფიქსირებულ ნიშნებში, ბოლო გრადუსებზე თუ ყავთ განსაკუთრებით პირადი პლანეტები, მზე, მთვარე, მერკური და ასე შემდეგ. ხო, თუ ყავთ თქვენ ლომი, მორიელი, კურო გამომჩა, კურო მერწყულში თუ ბოლო გრადუსებში ყავთ თქვენ მნიშვნელოვანი პლანეტები, პირადი პლანეტები განსაკუთრებით, ხო? ანუ თქვენთვის იქნება ძალიან სერიოზული ასეთი კატარსისის თვე ეს. ხო. ნუ ახლა შეგვიძლია განვიხილოთ პრინციპში კონკრეტულად სახლებში, ხო? როგორც არის ეს, რა ქვია, ნუ
დაიწყე შენ და მე გავაგრძელე. ახალმთვარობა, როდესაც ხდება პირველ სახლში, მით უმეტეს ესეთი ასპექტაციით, ხო? აქ რას გვეუბნება, ანუ რა ამოცანებს გვისახავს? დაფიქრდი შენს თვით გამოვლინებაზე, როგორ დემონსტრირებ საკუთარ თავს, როგორ დემონსტრირებ საკუთარ მეს, რამდენად ჭეშმარიტად და სწორად აჩვენებ საზოგადოებას შენს რეალურ არსს. ხარ თუ არა ის როგორსაც ავლენ თავს, ანუ როგორი თვისებებიც ზედაპირულად გაქვს, რამდენად აქტიური ხარ, რამდენად სწორად დებ იმ ენერგიას კონკრეტულ საქმეებში, რამდენად სწორია თუნდაც შენი თვითგამოვლინება, უფრო მეტად ამ პერიოდში უნდა დავფიქრდეთ ჩვენს პიროვნულ საკითხებზე, ის რაც შენს მეს ეხება და ის რაც შენს თვითგამოვლინებას ეხება. სხვანაირად რო ვთქვათ, ეს არის პიროვნული კრიზისი და ტრანსფორმაცია პირველ სახლში მორიელი როცა არის და ეს არის გაიძულებს რომ შენ აი მომენტალურად შეცვალო ან გახლიჩო ან რადიკალურად შეცვალო პარტნიორული ურთიერთობა. ყოველ შემთხვევაში უკმაყოფილება მოაქვს და ეხა შენ ეხა უხეში გზებით გადაწყვიტავ თუ უფრო რბილი გზებით გადაწყვიტავ, ეს უკვე სხვა თემაა. მე ვარაუდობ რომ რბილით, იმიტომ რომ ასპექტები დანარჩენი ისეთი გვაქვს, რომ იქ უხეში გზები ნაკლებად არის, უფრო რბილი გზებია, მაგრამ ეს არის დიდი ანგარიშით რო ვთქვა, ეს არის მე თქვენს წინააღმდეგ, პირობითად თქვენს წინააღმდეგ და ეს არის თქვენი ახალი იდენტურობა, რომელიც არ შეესაბამება უკვე ძველ გარემოებებს, იმიტომ რომ მეშვიდე სახლი ეს არ არის მარტო პარტნიორი და კონკრეტული ადამიანი. ეს ზოგადად გარემოებებია, მოსული საზოგადოებიდან, მოსული გარედან გარემოებები. ამიტომ ვისაც პირველ სახლში უხვდება ეს მორიელი, ხო, ან ყოველ შემთხვევაში 29 გრადუსი მორიელის, ხო, მათ ექნებათ ძალიან სერიოზული შანსი, რომ საკუთარი სტილი, საკუთარი მე, საკუთარი იდენტობა შეცვალოს, თუნდაც პარტნიორული ურთიერთობების ან გარემოებების ურთიერთობებს უფრო ეხება თან ზუსტი ოპოზიცია რო გვაქვს ურანთან, გამოდის რომ იქ ურანი მეშვიდე სახლში იჯდება. ანუ აქ იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, რამდენად კომპრომისული ვარ ურთიერთობებში, რამდენად ვაძლევ თავისუფლებას პარტნიორს, შეიძლება დაძაბულობა ამ თემითაც იყოს. ამ პირიქით იქნებ ზედმეტ ენერგიას ვდებ პარტნიორულ ურთიერთობებში და პირველ სახლში რომ აქვს ეხლა ესეთი ინტენსიური პერიოდი, იქნებ საკუთარ თავზე მეტი აქცენტი უნდა გავაკეთო და არასწორად ვაკეთებ. და ლაპარაკი არის ნახე საკუთარი თავის შეცვლაზე. ანუ აქ არ არის ლაპარაკი პარტნიორის, ანუ საკუთარი თავში, sakutari მიდგომები, როცა იცვლება საკუთარი მიდგომები, ანუ იცვლება ხო დამოკიდებულება პარტნიორის მიმართ. ანუ ხშირად ძალიან ჰარმონიული მეშვიდე სახლია, მაგრამ ადამიანი ვერ აგებს პირად ურთიერთობებს, იმიტომ რომ პირველი სახლის პრობლემებია. იმიტომ რომ თვითონ აქვს პრობლემა, პირველი სახლის პრობლემა აქვს და რა გინდა ჰარმონიული პარტნიორი შემოდიოდეს, ის ამ ურთიერთობებს ანგრევს. ხდება თავისი პირველი თუ არ ანგრევს, ყოველ შემთხვევაში უკმაყოფილებას განიცდის და ეს არ არის დამოკიდებული მარტო მეშვიდე სახლზე, ანუ თვითონ პერსონაზია დამოკიდებული, რომელიც შედის ურთიერთობაზე. კარგი, საკმარისია პირველ სახლზე, ხო? ნუ მეორე სახლს დავიწყებ და მე შენ გააგრძელე. ანუ მეორე სახლის ღერცი გვაქვს, ანუ ახალმთვარობა მეორე სახლში მეტყველებს იმაზე, ნუ მეორე სახლი ეს არის ჩემი რესურსი, ყველანაირი რესურსი, არა მარტო ფული. არა მარტო ხო ის დაუშვათ ქონება, მოძრავი, რომელიც გამაჩნია. არამედ ნიჭი ჩემი, შესაძლებლობები ჩემი, ყველაფერი, რასაც ჩემ რესურსს წარმოადგენს, ხო? და აქ მიდის აქ მოდის თემა ისეთი ჩემი რესურსის გამოყენების თემა, რამდენად სწორედ ვიყენებ ჩემ რესურსს. რამდენად არ მეშინია საკუთარი ნიჭის, საკუთარი შესაძლებლობების გამოყენა. რა არის ჩემი ფასი? ფასი რა არის ჩემი? ანუ ჩემი ეს აი მაღაზიაში ბირკა რო აქვს ტანსაცმელს ხო ღირებულება. აი ეს არის ხო მეორე სახლი ეს არის რა თვაფასებ ჩემ თავს. და მაგ თემაში თუ იქ როცა ხდება ესეთი სერიოზული სტელიუმი, ანუ ყოველთვის გძნობთ უკმაყოფილებას, რომ არასაკმარისად ვაფასებ ჩვენ თავს, ან პირიქით ზედმეტად ვაფასებთ, ხო? აი ესეთი თემაა. და ანუ ურანი გეუბნება მაგას მერვე სახლში მეუბნება რომ ანუ უნდა განთავისუფლდე
ძველი სტერეოტიპებისგან, სხვანაირად შეხედო შენ საკუთარ თავს, უნდა ეცადო შენი რესურსის რეალიზაციას უნდა ეცადო, უნდა უნდა იყო დამოკიდებული სხვაზე. ანუ დიდი ანგარიშით რო ვთქვათ, მერვე სახლი ეს არის გარდა ვალებისა და კრედიტებისა, ხო, კიდე არის ეს ემოციური დამოკიდებულებები და ურანი ამ შემთხვევაში გვაჩვენებს ეს ასპექტი, რომ გვაქვს ეს ემოციური დამოკიდებულებები, რომელიც გვიშლის ხელს, რომ ჩვენი პოტენციალი გაიშალოს და აყვავდეს ისე, როგორც შეგვეფერება. თუნა დაამატა. მეორე სახლი ასევე არის ჩვენი ნიჭები, ხო, როგორც ვთქვით. ამ პერიოდში ასევე უნდა დავფიქრდეთ, რამდენად სწორად ვახერხებ, ან ვახერხებ თუ არა ჩემი ნიჭების გამოვლინებას. ანუ არსებობენ ადამიანები, ვისაც ძალიან ბევრი პოტენციალი და შესაძლებლობები აქვთ, მაგრამ გამომდინარე ახლა რუკიდანაც შიშებიდან გამომდინარე, რაღაც გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ ახერხებს ამ ნიჭებისა და პოტენციალის რეალიზაციას. შესაბამისად, თვით შეფასება დაბალია, ანუ გოგონია რომ რაღაცა ვერ გამოგივა, რაღაცა შენ ნიჭს ფასს არ ადებ, ამ პერიოდში ამაზე უნდა დავფიქრდეთ. რამდენად შეფასებაა ეს მეორე სახე. რამდენად სწორ ფასს ვადებ ჩემს თავს, რამდენად სწორად გამოვხატავ ჩემს ნიჭებს. იქნებ თან მორიელშია, ტრანსფორმაციის ნიშანშია, ხო, ეს ახალმთავრობა. იქნებ უკვე დროა, რომ შევცვალო მიდგომა ჩემი ნიჭების გამოვლინების კუთხით. იქნებ უნდა დავიწყო უკვე ჩემი ნიჭების გამოვლინება, რეალიზაცია და ფასი დავადო იმას, რაც შემიძლია. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თვითონ ღერძი კურო მორიელი, ხო, თვითონ ღერძი თვითონ ენერგეტიკულ ურთიერთგაცვლაზეა საუბარი ღერძზე და თვითონ მერვე სახლიც ასეთია. ამიტომ აქ აი როგორი სიტუაციები შეიძლება იყოს, იცით, ამ პერიოდში. ნახეთ, ახალმთავრობისას არ მოდის რაღაცა ძალიან ცხადი სიტუაციები, იმიტომ რომ იდება, ხო, ახალ მუხტი იქ. შეიძლება უბრალოდ როგორი სიტუაცია მოხდეს, მაგალითად, ხო, რომ სამსახურში დაუშვათ თქვენ ვიღაცა სულ იყენებს თქვენ რესურსს, თქვენ გძნობთ ასე რა, რომ ვიღაცა იყენებს თქვენ რესურსს, თქვენ უკან ნაკლებს იღებთ, ვიდრე გასცემთ დაუშვათ, ხო? და აი ახლა ამ პერიოდში ეს შეგრძნება გაჩნდება. არ არის აუცილებელი რომ მოვლენა გაჩნდეს. გაჩნდება ეს შეგრძნება და ანუ უკვე 2 კვირის მერე ხო ამის გადაწყვეტის საშუალებაც მოვა. ანუ სავსე მთავრობაზე გამოჩნდება ეს თქვენ რეალურად სწორედ აფასებდით თქვენ თავს თუ არ აფასებთ რეალურად სწორედ, ნახეთ? და ანუ შესაბამისად ამ თემით უნდა დაკავდეთ, მად არის პრობლემა. და ეხლა რამდენი ხანი იქნებით ამ თემით დაკავებული, ეს უკვე სხვა თქვენი ინდივიდუალური რუკის ამბავია. კიდევ მინდა დავამატო, რომ აუცილებელი, ანუ ზოგი ადამიანი არის, რომ ყველაფერს სწორად აკეთებს და აუცილებელი არ არის, რომ ახალმთავრობა მეორე სახლში ჩაგიჯდა და რაღაცა მოხდება მნიშვნელოვანი და გადატრიალდება. არა, ახალმთავრობას არ ხდება მნიშვნელოვანი. პრობლემა მაშინ აქტიურდება, როდესაც აქვს უკვე ადამიანს, თორე არსებობენ ადამიანები, რომლებიც სწორად ცხოვრობენ, კარგად ავლენენ თავის ნიჭებს და შესაძლებლობებს და აუცილებელი არის, რომ მაინც და მაინც რაღაცა ძიმე ტრანსფორმაციული იყოს ეს ახალმთავრობა ყველასთვის, უფრო პრობლემურ ადამიანებზე მოქმედებს. არა, ნახე, ეხა აბსოლუტურად სწორედ და იდეალურად ჯერთი არავინ არ ცხოვრობს, ხო? ანუ აკაკის იმის თქმა უნდა, რომ არ არის აუცილებელი, რომ ძალიან გამოკვეთილი მოვლენები იყოს, რაღაცა ისეთი ხილვადი. შეგრძნებების დონეზე, ხო, აი რაღაცა შინაგანი მდგომარეობის დონეზე, ანუ სულ სწორედ ვინ ცხოვრობს სწორედ ერთი მე არ გამჩნი აქამდე ადამიანი, რომელიც მარტო სწორედ ცხოვრობს, რას ნიშნავს ეს და ზოგადად რა ცხოვრება ესეთი მარტო სწორედ რო იცხოვრო. ეს აღარ არის ცხოვრება, ხო? ანუ ცხოვრება იმისია, რომ წინააღმდეგობები უნდა გადავწყვიტოთ, ანუ ასე ვითარდება ცხოვრება. ანუ წინააღმდეგობა თუ არა გვაქვს, ვერ მივდივართ წინ, ასე რომ არ მესმის ეს გამოთქმა სწორედ ცხოვრება. კარგი, მესამე სახლი. იტყვით თქვენ? დაიწყეთ თუ გინდა ამაგავად. მესამე სახლი ეს არის ჩვენი ურთიერთობები, საყოფაცხოვრებო კონტაქტები, ყოველდღიური ურთიერთობები და მიდგომა ინფორმაციის მიმართ, მიდგომა სწავლის მიმართ. როდესაც ახალმთავრობა გვხვდება მესამე სახლში, მით უმეტეს ესეთი ინტენსიური ასპექტებით, გვისვავს კითხვას, რამდენად სწორად შევდივართ ხალხთან ურთიერთობებში, რამდენად სწორ სოციუმში ვართ და სწორად გამოვხატავთ ჩვენს სათქმელს.
როგორი გავლენა გვაქვს ადამიანებზე ჩვენი კომუნიკაციის სტილით, ჩვენი სიტყვებით, ჩვენი კომუნიკაციის მანერით, როგორი მიდგომა გვაქვს ახლო ურთიერთობების მიმართ, ნათესაური კავშირების მიმართ, ახლო გარემოსთან ურთიერთობის მიმართ, როგორია ჩვენი აზრები, გვჭირდება თუ არა ჩვენს აზრებში ტრანსფორმაცია, გვჭირდება თუ არა ჩვენს მით უმეტეს მერკურიზია და კიდე მესამე სახლში როცა გვხვდება, ორმაგად აქტიურდება ეს თემა, აქ ხდება უფრო მეტად, ან როგორი მიდგომა გვაქვს სწავლის მიმართ, რამდენ ენერგიას ვდებთ სწავლაში, ინფორმაციის მიღებაში, ეს საკითხები აქტიურდება ძირითადად აქ თუ რამდენად ჩემი პრაქტიკული სწავლა, პრაქტიკული უნარის სწავლის შეესაბამება ხო იმ უფრო მაღალ ფილოსოფიურ შინაარსებს. აი ეგ არის საუბარი. მაგაზია საუბარი, რა უნდა ვისწავლო მე რა, აი ყოფნის თუ არა მეწოდნა ეხლა, ხო იმისთვის რომ ის ავტორიტეტი მოვიპოვო, რომელიც მე მინდა რომ მქონდეს საზოგადოებაში. ამაზეა საუბარი. თუმცა მაგაში მართალი ხარ რომ ანუ ჩვენი ცხოვრება ყოველდღიურობისგან შედგება და ანუ ჩვენი ურთიერთობები მეზობლებთან, ჩვენი ურთიერთობები და დაძმასთან სიტყვაზე, ახლო წრესთან, ხო? ძირითადად ამისგან შედგება ჩვენი ურთიერთობა და მეზობელი ნერვებს რო გიშლის მაგალითად, ხო, ეს შეიძლება უფრო გავლენიანი თემა იყოს, ვიდრე რაღაცა მასშტაბური თემა, იმიტომ რომ ყოველდღიურობაში ხდება და აი ზუსტად მაგაზია საუბარი, რამდენად სწორედ დავალაგო, ანუ ურთიერთობა მეზობლებთან, რამდენად მქონდეს რეაქცია დაუშვათ იმ ჭორებზე, რომელიც ჩემს გარშემო ტრიალებს. ხო, აი ყოველდღიურ, ხო იმ ნეგატივზე, რომელიც ჩემს გარშემო ტრიალებს, რამდენად შემიძლია რომ გამთავისუფლდე აქედან. აი ამაზეა საუბარი და რა შემიძლია მე ვისწავლო დაუშვათ, ხო, თუ მაქვს ამის წყურვილი და უკმაყოფილება, რაც გამანთავისუფლებს და გადამიყვანს ცნობიერების სხვა დონეზე, იმიტომ რომ მეცხრე სახლი ეს არის უმაღლესი სწავლება. ასევე შეიძლება უცხოეთის თემებიც იყოს პრინციპში, ეგეც შეიძლება იყოს კი ბატონო. კარგი. მეოთხე სახლი ხო, მე დავიწყებ და შენ გააგრძელე. ანუ ეს არის სიღმისეული კრიზისი დავარქვათ. ნახეთ, ჩემს ემოციურ უსაფრთხოებასა და ანუ ჩემს გარე ცხოვრებისეულ მიზნებს შორის. მეოთხე სახლი ეს არის ჩემი უსაფრთხოების ზონა და არის ეს ჩემი ოჯახი, სახლი, ასე შემდეგ, ხო? სადაც უსაფრთხოდ უნდა ვგრძნობდე წესით თავს, სხვა თემა ვგრძნობ თუ არა, მაგრამ უსაფრთხოდ უნდა ვგრძნობდე. და მეათე სახლი ეს არის ჩემი დიდი ანგარიშით მიზნები და ჩემი კარიერა. და აქ საუბარი არის იმაზე, რომ რამდენად მე ჯერ ერთი აქ შეიძლება გაიხსნას საიდუმლო. ხო, სხვათა შორის მესამე სახლშიც. ხო, მესამე სახლში ინფორმაციული, აქ შეიძლება საგვარეულო რაღაცა რაც დიდხანს გაწუხებდათ, ან არ გაწუხებდათ, შემთხვევით მოვიდეს რამე ინფორმაცია, ოღონდ ამ ინფორმაციის ჭეშმარიტება, ხა ვერ ვიტყვი, რომ ეს ინფორმაცია სწორი იქნება, იმიტომ რომ ლილიტი მონაწილეობს და რეტრო მერკური, ამ ინფორმაციის ჭეშმარიტება შემოწმდება მერე, ცოტა მოგვიანებით, ხო? როცა სავსე მთვარობა მოვა. ხო, აი საიდუმლოს გახსნა შეიძლება იყოს, თუ გაბედულად მოინდომებთ ამ საიდუმლოს გახსნათ. რამდენად თქვენ დაბალანსებული გაქვთ ოჯახის თემები, ოჯახის თემა და თქვენი კარიერის თემა. მეოთხე სახლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და სიღრმისეული სახლი, იმიტომ რომ ჩვენ ფესვებთან არის კავშირში და საყდენი თუ არა გვაქვს, ანუ კარიერულ თემებზეც ვერ მივდივართ და აქ შესაძლებელია ჩემის აზრით დაისახოს თემა შეცვლის, სამსახურის შეცვლის, სამუშაო ადგილის შეცვლის, რათა უფრო სხვანაირად გადააბალანსოთ თქვენი ურთიერთობა ოჯახთან. რესტარტის პერიოდია. რაღაცა დაასრულოთ, შეიძლება კარიერულ თემაშიც იყოს რაღაცეების დასრულება, იმისთვის რომ უფრო დააბალანსოთ თქვენი ურთიერთობა ოჯახში და სახლში. დაამატე თუ გინდა რამე. ყველაფერი. კაი, მაშინ მეხუთე სახლი შენ თქვი.
მეხუთე სახლი ეს არის ჩვენი დამოკიდებულება გართობის მიმართ, შემოქმედებითი საკითხების მიმართ. ეს არის ჩვენი თვითდამკვიდრების სახლი, ანუ როგორ ვავლენთ თავს სოციუმში. როდესაც აქ გვიხვდება ახალმთვარობა, მით უმეტეს ესეთი ინტენსიური ასპექტებით, ხო? გვისვამს კითხვას. რამდენად სწორად ხდება ჩვენი გამოვლინება სოციუმში და საზოგადოებაში, იმიტომ რომ იქ ურანი მე-11 სახლშია ოპოზიციაში, ხო? შესაბამისად, ეს კითხვა უნდა დავუსვათ ჩვენ საკუთარ თავებს, რომ რამდენად სწორი მეთოდებით, სწორად ვახერხებ საკუთარი შემოქმედებითი უნარების გამოვლინებას საზოგადოებაში, საკუთარი პიროვნების გამოვლინებას, საკუთარი ნიჭების გამოვლინებას. უნდა დავუსვათ კითხვა, რამდენად გულწრფელები ვართ თუნდაც მეგობრულ ურთიერთობებში, ხალხთან ურთიერთობებში, როგორი მიდგომა გვაქვს სოციუმის მიმართ და როგორ გამოვხატავთ ზოგადად საკუთარ თავებს. ასევე როგორი მიდგომა გვაქვს გართობის მიმართ, როგორი მიდგომა გვაქვს შვილების მიმართ, ბავშვების მიმართ, სიყვარულის მიმართ, იმიტომ რომ მეხუთე სახლი ეს არის სიყვარულის სახლი. აქ ჩვენ მანამდე მაგალითად გვქონდა სასიყვარულო ურთიერთობებში გარკვეული სახის პრობლემები, რაღაცა შიშები გვქონდა. აქ ახალმთვარობა მორიელში რეტრო მერკურის фонზე შესაძლებლობებს გვაძლევს, რომ იმ ძველი შიშებისგან განთავისუფლდეთ, მიჯაჭვულობებისგან განთავისუფლდეთ. ხო, და უკვე სხვანაირად შევხედოთ თუნდაც ამ სასიყვარულო ურთიერთობების საკითხებს და გართობის საკითხებს. ხო, აქ მიჯაჭვულობებისგან განთავისუფლება და ამითია პრინციპში მტკივნეული იყოს შეიძლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო მაინც კარგია, რომ იმიტომ რომ მიჯაჭვულობა ყოველთვის გვიშლის ხელს. რამდენად ზოგადად აი ამ სიყვარულის თემებზე, ან ბავშვების თემა, ხო აქვთ რო აყვიატება რაღაცა, ხო აი ბავშვი რო ვერ უშვებენ თავისგან ბავშვს, ხო რაღაცა ეს თემაა, ხო გაშვების თემა, გაუშვით თავისუფლება მიეცით მეტი. ხო თუ ამ თავისუფლების საკითხით დგას, იგივე შეყვარებულთან, ხო საუბარი არის საერთოდ მორიელი, მეხუთე სახლი, ლილიტი, ხო? აქ საუბარი არის, რომ შეზღუდვა მიდის და საუბარია იმაზე, რომ შეცვალეთ დამოკიდებულება, რათა უფრო მეტი თავისუფლება შემოიტანოთ ურთიერთობებში, უფრო მეტი ხო აი არ იყოთ ჩამოკიდებული იმ საყვარელ ადამიანზე, ამაზეა საუბარი. ნუ ყველა სხვადასხვანაირად იქნება, რა თქმა უნდა. ხო, ან წლების უკან რაღაც მოხდა და ემოციურად ვერ ვუშვებს. ეხლა მე ვერ მეყოლება შეყვარებულის თემის, ხო, სხვა რამე მექნება და ეხლა ასაკიდან გამომდინარე, ანუ ხო, სტატუსიდან, ხო და მდგომარეობიდან, ანუ ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, ხო? ანუ ეხლა 20 და 25 წლის ბავშვებს, ხო, და აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ შეყვარებულის თემა კონდეს, ხო? ვიღაცა შვილების თემა იქნება და ასე შემდეგ. ამიტომ ეხლა ეს ძალიან ზოგადად ვსაუბრობთ. კარგი. მეექვსე სახლი, ხო, მეექვსე სახლი. მეექვსე სახლი, რა თქმა უნდა, ყოველთვის არასასიამოვნო სახლია, იმიტომ რომ დაკავშირებულია ჯერჯერითი ყოველდღიურ რუტინასთან, ანუ იქ, სადაც თავისუფლები არა ვართ. თავისუფლები არა ვართ, იქ სადაც დამოკიდებული ვართ და სადაც ვიღებთ ვალდებულებებს საკუთარ თავზე. და აი საინტერესოა აქ ეს თემა. ანუ რამდენად ეს ვალდებულებები, რომელსაც მე ვიღებ ჩემი ნებით საკუთარ თავზე. იმიტომ რომ აქ არავინ არ გაიძულებს. ანუ ის რომ სამსახურში დადიხარ, ის რომ სახს ალაგებ, ხო, ის რომ ხო ყველას ემსახურები, ხო, შენ არ გაიძულებ, შენ ამას შენი ნებით აკეთებ, მაგრამ ამ დროს შეიძლება იყოს ძალიან უკმაყოფილო საკუთარი თავით. ხო, და ამიტომ აქ საუბარი არის იმაზე, რომ რამდენად თქვენ, ანუ სწორედ დებთ, სწორედ რას ნიშნავს, ანუ დაბალანსებულად. ხო არ აკეთებს ამას გადაჭარბებულად, ხო არ ახართ ყველას მონამორჩილი, ხო არ ფიქრობთ იმას, რომ თქვენ თუ არ გააკეთეთ, სხვა ვინ გააკეთებს, ხო? ეს უნებს თქვენ ჯანმრთელობას, ეს უნებს, ხო, თქვენ ფსიქიკას. ხო, ამიტომ გადაფასება მოხდება ამ თემის, რამდენად თქვენ შეძლებთ ამისგან განთავისუფლდეთ, იმიტომ რომ კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ დოზირებულად. როდესაც გადაჭარბებულად ხდება მსახურება, ხო, მსახურება გადაიქცევა მონობად და მე ზუსტად ურანის ოპოზიცია გეუბნება იმას, რომ მონობისგან განთავისუფლდი.
ხო, განთავისუფლდი, ანუ ყველა ვალდებულებებს შენ ნუიღებ შენ თავს. ის მონობაც რაღაც შიშით ხდება, ურანი მე-12 სახლს გადის და განთავისუფლდება, ხო, ის მონობა შიშით ხდება და ანუ ის რა ქვია და რაღაცა უნდა დაინახოს მაგ დროს ადამიანმა, რაც მას ეხება სიმართლე, იმიტომ ურანს ყოველთვის სიმართლე მოაქვს. ნახეთ, ლილიტმა შეიძლება დაბინდოს ხო, იმიტომ რომ ლილიტი არის ბნელი მხარე, მაგრამ ურანი არის როგორც ელვა. ამიტომ ამ პერიოდში ზოგადად ძალიან რა ინფორმაციაც არ უნდა მოვიდეს, ანუ დიდი შანსია რომ ურანმა გახსნას ეს ინფორმაცია. იმიტომ ურანი ხსნის ყველაფერს და არის ელვა. და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს პერიოდი პირიქით ძალიან ნათელი პერიოდია იმ თვალსაზრისით, რომ თუ არ გეშინიათ, რომ სიმართლე დაინახოთ თქვენ თავზე, აუცილებლად დაინახავთ. მიდი გაგცელე მე-7 სახლი. მე-6 სახლს დავამატებდი, რომ ანუ მაგალითად არსებობენ ადამიანები, ვისაც რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და გრძნობს, თუნდაც ფსიქოლოგიური, თუნდაც ფიზიკური, გრძნობს, რომ ეს პრობლემა აქვს, მაგრამ აი გეშინია ექიმთან მისვლა, გეშინია ფსიქოლოგთან მისვლა. აქ უკვე ის პერიოდია, როდესაც ახალ მთავრობა რეტრო მერკურიზე შეერთებული მე-6 სახლში გიხვდება, რომ გადალახო ეს შენი შიშები და მიხედო შენს პირად ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას. ეხლა მე-7 სახლი. როდესაც მე-7 სახლი ზოგადად რა არის? ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ურთიერთობებისადმი. არა მარტო პარტნიორული ურთიერთობებისადმი, ეს არის საზოგადოებასთან, იმ გარემოსთან ურთიერთობა, ვისთანაც კავშირი გვაქვს. თუნდაც საქმიანი ურთიერთობები. როდესაც ახალ მთავრობა მე-7 სახლში ხვდება, უნდა დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა, რამდენად სწორად შევდივართ გარესამყაროსთან ურთიერთობებში. რა მოტივით შევდივართ ურთიერთობებში, იმიტომ რომ აქ მორიელია რა. ვინ არის ჩვენი პარტნიორები? ვინ არის ჩვენი პარტნიორები, ხო? რა მოტივით შევდივართ ურთიერთობებში? ანუ ფარული ზრახვები გვაქვს, გულწრფელები თუ არ ვართ თუ არა ამ ურთიერთობებში, ანუ მორიელის თემებს ამოიტანს უფრო მეტად ეს პერიოდი. როგორები ვართ თვითონ პარტნიორულ ურთიერთობებში? კომპრომისულები ვართ, დათმობებზე მივდივართ თუ პირიქით, მხოლოდ საკუთარ თავზე გვაქვს კონცენტრაცია. ანუ მხოლოდ კომპრომისულები. ანუ უფრო ნახე, უფრო კომპრომისი არ არის საუბარი, მაპატიაკაკი, ანუ რადგანაც მორიელსშია ეს ყველაფერი, აქ უფრო მიჯაჭულობებზია საუბარი, ვიდრე კომპრომისზე. იმიტომ რომ მიჯაჭულობა რო გაქვს, იქ შეიძლება kompromisets წახვიდე, შეიძლება პირიქით ხო ანუ პროვოკაციები ჩაატარო, ანუ მანიპულაციები, პროვოკაციები, ანუ საუბარი არის იმაზე, რომ ანუ მორიელია და მორიელს ყველა ნეგატიურ გამოვლინებაში თავისას ყველა საშუალებით ცდილობს რომ დაიკავოს პარტნიორი, შეინარჩუნოს. არა მარტო პირად პარტნიორზეა საუბარი, არამედ საუბარია ზოგადად, ხო? ურთიერთობებზე. და უკვე აი უფრო მეტად ვაწყდებით ადამიანების რეალურ სახეს. მორიელი ყოველთვის სახისტად გვანახებს ადამიანების რეალობას პირდაპირ. მე-7 სახლში ბევრ ნეგატივს ნახეთ, ბევრ სიმართლეს დაგანახებთ. ანუ ურანი პირველი სახლიდან გაანათებს ხო იმას და რეალურ სიმართლეს ის რა დაფარული იყო ლილიტით დაბინდული იყო ხო ლილიტი პირველ დღე ხო არ იქნება არა მორიელში უკვე кайხანი ხო და აი ეს რაც იქნება ხო ანუ ეს ურანი გახსნის ამ თემებს გახსნის და შემოგთავაზებთ თქვენ რომ ანუ ახალი ანუ თქვენი პიროვნება განაახლოთ ანუ პარტნიორი შეცვლა კი არ დაიწყოთ ანუ თქვენი მიდგომა შეცვალოთ განაახლოთ თქვენი მოკლედ რა ვთქვათ მთელი ნეგატივი რაც გვაქვს ურთიერთობებში ეს ჩვენიდან გამომდინარეობს თუ გარემოებებიდან გამომდინარეობს ერთიანად ამოიყრება და განათდება მარტო ხო და ანალოგიურად მერვე სახლიც ანალოგიურად იმიტომ რომ მერვე სახლში უკვე ესეც პარტნიორული სახლია ოღონდ ურთიერთობაზე კი არ მეტყველებს ურთიერთქმედებაზე მეტყველებს იმ ენერგო გაცვლაზე იმ რესურსებზე რომელსაც ჩვენ ხო ვახარჯავთ ან ვიღებთ სხვისგან ხო ენერგო გაცვლა ეს არის ეს იქნება თემები როგორც ფინანსური თემები ისევე უბრალოდ ენერგიის ჩადების ისევე სექსუალური თემები ანუ მით უმეტეს ხო ანუ მორიელი და მერვე სახლი ანუ ერთად კარგად არიან ხო და შესაბამისად ძალიან აქტუალური თემა იქნება აი ეს რამდენად დამოკიდებული ვარ სხვის რესურსზე რამდენად შემიძლია გამთავისუფლდეს სხვისი რესურსისგან ანუ არ ვიყო დამოკიდებული ანუ ჩვენ
ვართ ურთიერთგაცვლაში სამყაროსთან, ანუ თლად გამთავისუფლდეს სხვის რესურსისგან არ ხდება. ხელფას ვიღებთ, ხო? იქ რაღაცას გავცემთ, რაღაცას ვიღებთ. ანუ ვერ გამთავისუფლ, რატო უნდა გამთავისუფლდეთ? მაგრამ როდესაც საუბარი არის გადაჭარბებულ დამოკიდებულებაზე ან გადაჭარბებულ манипуляციაზე, რამდენად манипуლირებთ დაუშვათ თქვენი პარტნიორების ფინანსებს, რამდენად უმალავთ სიტყვაზე იმ ფინანსებს, რამდენად გახსნილი ხართ იმ ფინანსებში, ნახეთ, ხო, ან სხვა ენერგეტიკულ თემებში. ხო, აი ამაზეა საუბარი მერვე სახლში. და ასევე აი მერვე სახლი ეს არის ჩვენი შიშები, რაზე გვაქვს ტაბუ დადებული. აქ რეტრო მერკური როა და მით უმეტეს ლილიტი როა მთელი ნეგატივი ერთიანად მოგვაწვება. რა ნეგატივი გქონდა მანამდე კონტაქტებში, ურთიერთობებში, რის იგვეშინო და რას გამდენიდი თქვენ ცნობიერში. ყველაფერი ამოვა ზედაპირზე და აქ დროა რომ ჩვენს შიშებს, რაზეც აქამდე ტაბუ გქონდა დადებული, თვალი გაუსწოროთ და უკვე ამის დამუშავებაზე ვიფიქროთ. თუნდაც აი რაღაცა სექსუალური პრობლემებია და ვერ აგვარებს ადამიანი, ან არ აგვარებს ამისი შიში აქ. ანუ უბრალოდ ფსიქოლოგიური მენტალური პრობლემა, ბევრი ვარიანტია აქ, ხო. შემდეგ მეცხრე სახლი. მეცხრე სახლი სწავლების და უმაღლესი სწავლის სახლია და ჩვენი ავტორიტეტია, ეს არაფორმალური ავტორიტეტი საზოგადოებაში, რაც წარმოადგენს ზოგადად საზოგადოებაში არაფორმალო, ეს არ არის დანიშნული ავტორიტეტი და რაზე მეტყველებს ეს ახლა დაბნელება იქ? რაღაცა ხო უკმაყოფილება საკუთარი ავტორიტეტით. ხო შეიძლება ისეთი სიტუაციები მოიდეს, რაც გაჩვენებს, რომ ანუ საერთოდ რას წარმოადგენთ რა ამ საზოგადოებაში. ან რა იცით? ანუ რა რეალურად რა არ ყოფნით იმისთვის, რომ ეს ავტორიტეტი მოიპოვოთ. რა პრაქტიკული ცოდნა უნდა მიიღოთ იმისთვის, რომ თქვენი განვითარებაზე მოწავიდეს. აი დიდი ანგარიში ამაზეა ეხლა. კიდე შეიძლება კიდეს დაამატეთ მსოფლმხედველური საკითხები თუნდაც ანუ როგორ აღვიქვავს სამყაროს არის მეცხრე სახლი. ეს არის ჩვენი ფილოსოფიური აღქმა სამყაროსადმი. აქ მორალური ზნეობრივი თემები ასევე აქ ამ თემებშიც ხდება, ამ თემების გააქტიურებაც ხდება. ანუ როგორია ჩემი მორალი, მე რასაც ვუყურებ, ანუ ზნეობრივ საკითხებს როგორც აღვიქვავ, ისე აღვიქვავ, როგორც საზოგადოება აღვიქვავს, თუ ცოტა სხვანაირად ვხედავ. რამდენად სწორი მსოფლმხედველობა მაქვს და სწორი სამყაროს აღქმა მაქვს. ანუ ამ საკითხების გააქტიურებაც ხდება. ანუ ჩემი ეს მსოფლმხედველობა თუნდაც ეს ჩემი პირადი მსოფლმხედველობა თუ სხვისი აზრებიდან არის შემოსული იქ მესამე სახლზე გვაქვს ურანის ოპოზიცია. ამ საკითხებს უნდა ჩავუღრმავდეთ და ამ საკითხებზე უნდა დავფიქრდეთ. მე იშვიათი ადამიანი, რომელიც მაგ საკითხებზე ფიქრდება, რომ ჩემია თუ თავს მოხვეულია, ანუ ადამიანები მაგ დონეზე რო ცხოვრობდნენ, ანუ მილიონი პრობლემა იქნებოდა გადაწყვეტილი. ძირითადად ადამიანები უმეტესი ნაწილი ცხოვრობს მოხვეული მსოფლმხედველობით და იშვიათად რომ ეს როგორც პრობლემა დაინახონ, ანუ ამ საკითხებზე არ ფიქრდებიან ხოლმე ადამიანები სამწუხაროდ ეს ასია და ამიტომ ხო მე ვთვლი რომ მეცხრე სახლი ერთ-ერთი ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი სახლია. იმიტომ რომ გამომდინარე ჩემი პროფესიიდან და ჩემი მსოფლმხედველობიდან და ამიტომ მე ვთვლი რომ ანუ მსოფლმხედველობის შეცვლა ძალიან ბევრ რამეს ცვლის ცხოვრებაში. პიროვნებას ცვლის, ხო? ხო, კარგი. მეათე სახლი, კუთხის სახლი, კარიერის სახლი, ანუ ყოველთვის გავლენიანია, იმიტომ რომ მარტო საზოგადოებრივი სტატუსზე არ მეტყველებს მეათე სახლი. დიდი ანგარიშით მიზნებზე მეტყველებს და აქ ეხლა რადგან ურანის ჩართულობა ახალმთვარობაზე, ხო, აქ საუბარი არის საერთოდ იმაზე დაფიქრებს, სწორედ მივდივარ, ანუ სწორედ რას ნიშნავს. ანუ მინდა მე საერთოდ ეხლა აი ეს გზა, სოციალური გზა, რომელიცაც მივდივარ. იქნებ განთავისუფლება მინდა და წასვლა და თავისუფალ რეჟიმში რაღაც ცოდნის მიღება, რაღაც განვითარება და საერთოდ აღარ მინდა, მაგალითად, რომ სამინისტროში ვიმუშაო სიტყვაზე. ხო? ანუ საუბარი არის იმისი დიდი ანგარიშით რა არის ჩემი მიზანი.
რა არის ჩემი მიზანი და როგორ შეიძლება რომ მე განთავისუფლდე იმ მიჯაჭულობებისგან, რომელიც მაწუხებს, გძნობ, მაგრამ მაწუხებს ან დაკავშირებით, რომ აი ყოველდღე დავდივარ სიტყვაზე სამსახურში, ყოველდღე ხო რაღაცა მივისწრაფი, საფეხურ ვიზდები, მინდა ეს ყველაფერი. აი ამაზეა საუბარი. და ნუ აი აქ მოვა რაღაც გადაწყვეტები, ნახეთ, რაღაცას დაინახავთ ისეთ, თქვენ მიზნებში რაღაცას დაინახავთ ისეთ, რაც მიხვდებით, რომ ნუ თლად ხო ეს აღარ გინდათ, ნახეთ, აღარ გინდათ, რაღაცის შეცვლა გინდათ, განთავისუფლება გინდათ რაღაცისგან და ამის საშუალება მოგეცემათ. და ამატა შენ. ну ასევე შესაძლებელია იქ მე-10-4-ში როცა ხდება ახალ მთავრობა მშობლებთან დაკავშირებული საკითხები წამოგვიწევს ან საცხოვრებელ ადგილთან ანუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს მშობლებთან როგორი დამოკიდებულება გვაქვს ზოგადად ავტორიტეტულ პირებთან იმიტომ რომ მე-10 სახლი ესეც არის რამდენად ვზრუნავთ მათზე რამდენად ვიღებთ პასუხისმგებლობებს და ასე შემდეგ ხო ნუ ეს ბალანსია რა მე-4 ეს არის ბალანსი ოჯახი და კარიერა. ნუ მარტივ დონეზე რა. მარტივ დონეზე ეს ბალანსია, ოჯახი და კარიერა. იმიტომ რომ ნახეთ, ძალიან ხშირად, ანუ განსაკუთრებით მამაკაცებს ჩვევიათ ასე, ხო? ძალიან ბევრ დროს ატარებენ მაგალითად სამსახურებში მამაკაცები, აკლებენ ოჯახს, მიდიან იქ ოჯახში გროვდება უკმაყოფილი. ანუ ნახეთ ეს ყველაფერი ერთმანეთზე არის გადაბმული, ხო? ანუ რასაკეთებს ახლა ცუდ სამსახურშია მუშაობს, ხო? 24 საათი მუშაობს ადამიანი, მაგრამ აკლდება ოჯახს. ოჯახს რო აკლდება, ანუ იძაბება პარტნიორული ურთიერთობები. პარტნიორული ურთიერთობები იძაბება მერვე სახლი, ენერგეტიკული გაცვლა იძაბება და მთელი რუკა იძაბება და ნუ აი აქ საუბარი არის, რომ საიდან დავიწყოთ ამ ბალანსის დალაგება, საიდან დავიწყოთ, რას უნდა გადავხედოთ, საიდან უნდა დავიწყოთ, რაზე ვარ მიჯაჭვული, ხო? ანუ რაც შეიძლება ხო იქ მეტი ვიმუშაო და რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო სამსახურში თუ ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს ენერგეტიკული ბალანსი რომელიც უნდა შედგეს ჩემსა და საზოგადოებას შორის ანუ იმიტომ რომ ხო სამსახური ესეც საზოგადოებაა კი ბატონო და ორი სახლი დაგვრჩა მე-11 სახლი თქვი შენ და მე-11 სახლი ეს არის ჩვენი საზოგადოება საზოგადოებასთან ურთიერთობა, ხალხი და ასევე ეს არის ჩვენი იმედები, მომავლის გეგმები. ზოგადად, როდესაც ახალ მთავრობა მე-11 სახლში ხდება, გვისვავს კითხვას, მით უმეტეს ესეთი ინტენსიური ახალ მთავრობა, ყველა სახლზე აღნიშნე ფაქტობრივად, რამდენად სწორ საზოგადოებაში ვარ და სწორ გარემოში ვარ. როგორი მიდგომა მაქვს საზოგადოების მიმართ და იმ ხალხის მიმართ ვისთანაც ურთიერთობა მაქვს. საერთოდ ჭირდება ეს საზოგადოება, ეს სასტავი, ეს ხალხი, ვისთანაც შეხება მაქვს. ან იქნებ მე ვუშვებ რაღაც შეცდომებს და აი თუნდაც რატო არ მყავს მეგობრები? ანუ ბევრ ადამიანს აქვს ეს პრობლემა, ხო? რატო არ ხდები სწორ წრეში? რატო იმ წრეში რომელშიც ხდები, ხო მიდის ლაპარაკი, ჭორები, რატო ხდება ეს ყველაფერი? ანუ მე ხო არა მაქვს არასწორი მიდგომები. ანუ ყოველთვის საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოს ადამიანმა, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის გამოვცემთ იმ ვიბრაციას, ანუ რასაც ვიზიდავს, ისეთ ვიბრაციას გამოვცემთ ჩვენ და ამიტომ თქვა რომ სხვა ცუდია და მე კარგი ვარ. ხო? ანუ მე ვიცი მაგალითად რომ ანუ მე რო ხდები ცუდ სიტუაციაში, რაღაცა პრობლემა არის ჩემში გამოსასწორებელი. ეს გასაგებია, ხო? ისა და აქ მაგაზია ლაპარაკი, ანუ რამდენად გჭირდებათ ეს წრე საერთოდ? ანუ რა გჭირდებათ? იმისთვის რომ თქვენ განთავისუფლდეთ, იმისთვის რომ თქვენ ჩარჩოდან გამოხვიდეთ, იმისთვის რომ თქვენ თქვით დამკვიდრებაში წახვიდეთ, გამოაჩინოთ თქვენი შემოქმედებითი ნატურა, ეს წრე გჭირდებათ? თუ შეიძლება სხვა წრე გჭირდება. აი ამაზეა ლაპარაკი. და კიდე მომავლის გეგმები, ნახეთ, მომავლის გეგმები. ხო, ანუ ამ თვეში გამოჩნდება უკვე სამსმთვარობისას რამდენად, ნუ სწორი გეგმები, ხა სწორი ოცნებებს ვერ ვიტყვი, ოცნებაა, მაგრამ რამდენად რეალისტურია თქვენი გეგმები, ხო, ამას გამოაჩენს, რამდენად გადაჭარბებული არ არის, რამდენად ხო, რეალისტურია, ძირითადად ეგ თემაა, ხო. ამას ძალიან კარგად დაინახავთ.
და ბოლოს მე-12 სახლი. მე-12 სახლი, ანუ კარმული სახლია, საიდუმლო სახლია, რა ვიცი მე, ყველანაირი დახურული სახლია და რაზე უნდა სამყარო იმუშავეთ? თქვენს დაფარულ ნაწილზე. ხო, თქვენ ცნობიერებაზე, თქვენ შიშებზე, დაიწყეთ განთავისუფლება, ნუ გეშინიათ, გამოდით. ნახეთ, ანუ აქ სრულდება, ნახეთ, მორიელი თვითონ ნიშანია ესეთი, ძალიან უცნაური, სიღრმისეული, 29 გრადუსია. პლუს მე-12 სახლი. ანუ აკტუალიზაცია ხდება რაღაც საიდუმლო კარმული თემების. თან რეტრო მერკური და ლილიტი. თან რეტრო მერკური. თან ისა ძალიან სერიოზული თემების აკტუალიზაცია მოხდება. შეიძლება ის თემები ადრეც იყო თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ მერკური მეხა დააბრუნა, ახალმთვარობამ გააკტუალიზირა, ხო ლილიტმა კიდე გაამუქა და მაგრამ ურანი მოგიტანთ რაღაც გაცხადებას და პლუს კარგი ასპექტები. აი მაგალითიც რომ მოვიყვანოთ, მაგალითად ადამიანები არიან, რომელიც რაღაცებს არ გამოხატავენ, მალავენ, იხვევენ გულში. შესაძლებელია, აი ძალიან მარტივ დონეზე მაგ პერიოდში მიხვიდა ჯანმრთელობის პრობლემებამდე. მე-6 სახლში ყავს ურანი, ანუ გამოგინოთოს მე-6 სახლის თემით, შენ რო ის რაღაცა ქვეცნობიერში განდევნე, არ გამოხატე და მალე გამოიხატე ახლა ჯანმრთელობის პრობლემით. ამიტომაც ახალმთვარობა მერკურიზე და ლილიტზე მე-12 სახლში გეუბნება, რომ დაუბრუნდი იმას, რაც ოდესღაც პირველი სახლიდან განდევნე, გადაიტანე მე-12 სახლში, არ გამოავლინე, არ იმუშავე ამაზე და ძალიან ღრმად, სადღაც მით უმეტეს მორიელი და მე-12 სახლი ერთად ძველი პრობლემები გადაუშვი და არ დაამუშავე. ფსიქოლოგიური თემებით შეიძლება გააქტივდეს ფსიქოლოგიური პრობლემები. მიუხედავად ამისა, ეს არის უეჭველი ძველი თემები და ზოგადად ყველა სახლებზე, მარტო მე-12 სახლზე კი არ არის. ნახეთ, ეს არ აღვნიშნეთ, რომ თუ აღვნიშნეთ არ მახსოვს, აუცილებლად მოიტანს ძველ თემებს, ძველს. ანუ ეს პირველად არ ხდება ამა თუ იმ თემის აქტუალიზაცია თქვენ ცხოვრებაში. ეს უკვე ბევრჯერ მომხდარა, მაგრამ ეხლა მოვიდა ის პერიოდი, რომ ურანმა უნდა, ხო, განათება მიცეს ურანი, იმიტომ რომ ელვაა ურანი და ჰარმონიულმა ასპექტებმა იუპიტერთან, პლუტონთან, სატურნთან, ნეპტუნთან ეს უნდა მხარდაჭერა უნდა მიცეს ამას. ამიტომ ეს შანსია, რომ რაც უკვე დიდი ხანია ნაგროვია და მორიელი ზუსტად მაგას ნიშნავს, დიდი ხანი ნაგროვი რაღაცეები. ხო, ეხლა წაიყვანოთ განთავისუფლებისკენ. გაბედულად არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ ცუდი არაფერი არ შეიძლება მოხდეს. ხო? ანუ ექიმთან მეშინია წასვლა სიტყვაზე, ანუ რომ არაფერი არ იცვლება იმითი წახვალ თუ არ წახვალ, ხო? პრობლემად რჩება, ხო? თუ მაგ რვანაზლავის პრობლემა, ანუ წაუსვლელობა ექიმთან ამას არ გადაწყვიტავს, ან ხო და წასვლა შეიძლება გადაწყვიტოს. ხო, აი ამაზეა საუბარი. მოკლედ, დავასრულეთ მაშინ ეს დღევანდელი გადაცემა, დაგემშვიდობებით, შემდეგ შეხვედრამდე.